განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ვრალდებით სუსის ყოფილი უფროსის მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო. უწყებამ საქმესთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა და გამოძიების დეტალებზე ისაუბრა. რა გარემოებები იკვეთება გამოძიებით და რას უკავშირდება ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება. სუსის განმარტებებსა და ამ თემაზე პოლიტიკოსთა შეფასებებს სალომე ჯაფარიძე გაეცნო და საკითხის დეტალებით ისახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. სალომე, მოგესალმები და გისმენთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააჟღერა ბრიფინგის მეშვეობით ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სუსის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე არის დაკავებული. მას ბრალდება ამ შემთხვევაში ანტიკორუფციული სააგენტო ედავება 2024 წლის აპრილის თვეში ქრთამის აღებას კორუფციაში ჩაბმას თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, რაზეც საუბრობს გამოძიება. კერძოდ, როგორც ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 2024 წლის აპრილის თვეში ლევან ახობაძემ გაიგო, რომ კონკრეტულ მეწარმეს ლარსის გამშვებ პუნქტზე ჩამოართვეს კონკრეტული თანხა, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 1,60,000 ლარს. ამის შემდეგ დახმარების თანაცვლოდ, როგორც ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ლევან ახობაძემ მოითხოვა 500,000 ლარი, თუმცა გამოძიება ახსენა გრიგოლ ლილუაშვილის სახელით და გვარით. როგორც ამბობს ანტიკორუფციული სააგენტო, გრიგოლ ლილუაშვილმა მოთხოვნილი თანხა გაანახევრა და საბოლოო ჯამში ლევან ახობაძემ მიიღო ქრთამის სახით 250,000 ლარი. საქართველოს რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 მილიონი რუსული რუბლის, ეროვნული ბანკის კურსით 1,164,000 ლარის ოდენობით. ლევან ახობაძე შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა. მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 500,000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუსის იმჟამინდელი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნულმა პირმა ლევან ახობაძისთვის გადასაცემად შუამავალს გადასცა 250,000 ლარი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავის მხრივ, როგორც ცნობილია, ლევან ახობაძეს იცავს ამ შემთხვევაში და მისი უფლებადამცველი გახლავთ რაჟდენ კუპრაშვილი. რაჟდენ კუპრაშვილი მაყურებელს ახსოვს, რომ 2024 წელს გახდათ ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე და ამაზე საუბრობდნენ თავის მხრივ პოლიტიკოსების, თუმცა ვიდრე გადავალთ შეფასებებზე, დავიწყებ იმ განცხადებებით, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ ლევან ახობაძის უფლებადამცველებისგან. პირველ რიგში ცნობილი ხდება, რომ საგამოძიებო მოქმედებები დღესაც მიმდინარეობდა ლევან ახობაძის სახლში, თუმცა მის სახელზე ეს სახლი არ ყოფილა გაფორმებული. ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია, გარკვეული ნივთები, თუმცა როგორც ამბობენ ადვოკატები, ეს ნივთები ეკუთვნით ლევან ახობაძის შვილებს. რაც შეეხება დამატებით განცხადებებს, უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ აქვთ მათ კონკრეტული ინფორმაცია. ლევან ახობაძე იქამდე სანამ არ დააკავეს, კითხვაზეც არ ყოფილა დაბარებული. არ ქონია შესაძლებლობა, რომ ერთმანეთთან ქონოდა საუბარი. ეს იყო მიმდინარე პროცედურები და თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორი პროცედურებიც არის აღნიშნული და იქ არ მომცემია კლიენტთან გასაუბრების ესე ვთქვათ საშუალება. ძალიან მშვიდ გარემოში ჩატარდა ჩხრეკა, რაც საინტერესო იყო საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების მხრიდან, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ესე დასრულდა. გარკვეული ნივთები, ესე ვთქვათ, ამოღებულია, თუმცა რამდენად ეს ბატონი ლევანის პირადი საკუთრება, ეს არც საკითხია, იმიტომ რომ ბავშვების, ესე ვთქვათ, კომპიუტერული საშუალებებიც იყო. მე პირადად ვეცრებოდი ჩხრეკის
საგამოძიებო მოქმედება სტანდარტ დეტალები ჩემთვის უცნობი არის. ჯერ არ შეხვედრილი ვარ ჩემი დაცვის ბეშფობს. მისი დაკავება მოხდა საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები და თავად რაღაც კონკრეტული დოკუმენტაცია არის ამოღებული. რაიმე ფორმით ბატონ გრიგოლი ულაშოთან მიმართებაში მოხდა თვალის ადგენა ფაქტობრივად განურიცხავ. კიდევ ერთხელ ბატონ ლევან ახობაძესთან მიმართებაში რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება და ერთობლიობა ესეც კი არ ვიცი მე დღეს მდგომარეობით. მტკიცებულებები რამდენად საფუძვლიანი და სამართლებრივად სწორად მოპოვებულიაც მეორე საკითხია, მაგრამ ალბათ რაღაცები არსებობს, თუმცა ეს ყველაფერი რამდენად კავშირში უნდა იყოს ბატონ გრიგოლთან, მე ამაზე ფართო კომენტარს ვერ ვაკეთებ. საკამათლებლო ორგანოსაც არ ქონია ჩვენთან რაიმე სახის კომუნიკაცია, მან გამოვეკითხეთ, რამე კითხვა დაესვას, რამე დაინტერესებული იყო ჩვენიდან, მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია.